უპირველესად წუთიერი დუმილი და თავდახრით პატივს ვცემთ კვლავ და კვლავ უწმინდესის ხსოვნას. მე არ დამავიწყდება 5-6 წლის უკან უწმინდესთან შეხვედრა, ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა, ასე გამოვიდა, რომელიც იყო განსხვავებული წინა ეპიზოდებისაგან. დამრჩა შტაბეჭდილება, რომ პატრიარქი გახდათ ფაქტობრივ ტყვეობაში. იყო გადაყენებული რეალურად და მას აკრძალული ჰქონდა გარე სამყაროსთან კონტაქტი. ის უკვე მარტო ვეღარ შემხვდა, მინდა გითხრათ. და როდესაც ვუთხარი მე მას, რომ უწმინდესო, ის ყველაფერი რაც მოხდა საპატრიარქოს წინააღმდეგ ფაქტობრივად, ის სიანიდის სკანდალი, ის კრებსები ღვთისმსახურთა რაღაცა პირადი ცხოვრების მასალების გამოქვეყნება, იქ არეულობა ის მეუფე პეტრეს სკანდალი მტკვრის სანაპიროზე და იქ თელი ამბავი ყველაფრის ორგანიზატორი, დამფინანსებელი და წარმმართველი არის მეთქი ბიძინა ივანიშვილი. ახლა პირველად ვამბობ ამას, შეხედა მეუფე შიოს, ხო გეუბნებოდი. ანუ რასაც ახლა მოგახსენებთ, ეს 6 წლის წინ ათხოვე მაქვს პატრიარქზე და რეალური ფაქტორებიც მიუთითებენ, რომ ეს ადამიანი მოღვაწეობის ბოლო წლებში სამწუხაროდ მოექცა ოლიგარქის დევნაში, პრაქტიკულად ის ვიმეორებ გადააყენეს, იგივე მოსაყდრის დანიშნვაც თავდაცვის საშუალება იყო, მაშინ როდესაც მივიდა ივანიშვილი მოსთხოვა გადადგომა, მიუგზავნა ჩხარტიშვილი გახცნილი ოლიგარქი, რომელიც ჩვენი მანაბრების ფულით გამდიდრდა, საქართველოს გამოჭამა ბოლომდე გაბედნიერდა და ეხლა შეუქმნია ეკლესიაში მგალობელთა გუნდი და მათგან გაძარცული ხალხის შვილებს და შვილიშვილებს გალობას ასწავლის, რომ რა კარგია თურმე ჩხარტიშვილი, რომელიც გაიზარდა ტყემლი და ლობიოთი გურიაში და მერე გახდა უკვე ოქროს ზოდებში მობანავე. თურმე რა კარგია ასეთი ცხოვრება, მისივე დაზარალებული ხალხის შთამომავლები უგალობენ. და ისაც კი მივიდა და უთხრა პატრიარქს უნდა გადადგეო. აი ასეთ ვითარებაში იყო უწმინდესი და ამასთან დაკავშირებით სანამ ეს ბინძური ოლიგარქები არ მოცილდებიან პოლიტიკას, არ მოცილდებიან მართლმადიდებლობას, ტაძრებს, სანამ ამათი მოპარული ფული იქნება გათეთრებული და რაც მეც მოიპარავს, უფრო მეც სიმაღლეს მიაღწევს, გახდება დეპუტატი, გახდება მინისტრი, გახდება საპატიო ადგილზე მყოფი საპატრიარქოში, მანამდე ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება.